გამარჯობა მეგობრებო, ბოდიში გაციებული ვარ და მაგარი მოუწესრიგებელი ვარ, მაგრამ რაღაცა რო არ მეთქვა არ შემეძლო. ესე იგი რა ხდება? უпроსტოდ არ ვიცით რა ხდება, რაღაც სრულ საგიჟეთში მოვხვდით, გავიჩითეთ, ასე ვთქვათ. ვირას ამოს, ვირას აკეთებს, პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაში ზოგადად არის 0. თავი ის კი არა რომ ვირას ამობს და ვირას აკეთებს, რატომ ხდება ასე? რომ ადამიანებს პასუხისმგებლობა არ მოეთხოვება არაფერზე. საზოგადოება არავის არაფერზე არ თხოვს პასუხს. თხოვს პასუხს ის იმას არ შეძლოს ჯის, პასუხისმგებლობას არ აკისრებს, ხვდებით? და ხო, და მოვიწყდა რა ეხება თემა, მოკლედ ბოდიში აჭრილი ვარ, გადარეული ვარ იმენა. ესე იგი ნიკა გილაურმა, რომელიც გასაგებია რომ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ადამიანია და ოპოზიციასთან და რა ვიცი, თელამ ახლებთან და გვარამიასთან და ყველასთან, ესე იგი ჯერ პირველი ნიუსი არის ის ამბავი, რომ $600,000 გადაიხადა ამერიკულ ლობისტურ კომპანიაში, რომ რაღაცა დაეხმაროს საქართველოს. $600,000 გადაიხადა ამერიკაში, საქართველოში კი არ ჩადო ეს ფული, ამერიკაში ჩადო ეს ფული, რომ იქიდან ჩვენ რაღაცას დაგვეხმაროს. ნიკა ძვირფასო. და ზოგადად ყველა ჩათლახს შევეხმიანები, რომ საქართველოს დახმარება თუ რამით გინდა, მართლა თუ გინდა და თუ ჩათლახი არ ხარ და თუ ორპირი არ ხარ და თუ სამტრაკა არ ხარ, $600,000 ფული საქართველოში უნდა ჩადო. ამერიკულ ლობისტურ კომპანიას კი არ უნდა ურიცხო. იმიტომ რომ თუ არ იცი, მოგახსენებ, გაგაგებინებ საქმის კურსში ჩაგაყენებ, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა დღეს არის ერთ-ერთი უღატაკესი ქვეყანაა. 697,000 სოციალურად დაუცველი ყავს, გაჭირვების, მინიმალური გაჭირვების ზღვარს ქვემოთ. ხო, გასაგებია რომ დანარჩენები ხა ცოტა ზღვარს ქვემოთ ვინც არის, ცოტა ზემოთ ვინც არის, ხა 10%-ით ისინი უკიდურესად გაჭირვებული ხალხია. ჩვენი ქვეყნის 20% ოფიციალურად არის სიღატაკის ზღვარს ქვემოთ, ჩემო ნიკა. ასე ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი არის მიუსაფარი და დაუცველი. ამაში უნდა ჩადო ფული თუ რაღაცის გაკეთება გინდა. ჩვენი რეგიონები არის ტოტალურად გაუნათლებელი. ჩვენ რეგიონებში